ხალხმა არ იცის, რომ თურქი მესხების უმეტესობა ქართულ გენს ატარებს. მოდი ახსნათ, რატომ ატარებენ ქართულ გენს. იმიტომ რომ თვითონ თურქები, ანუ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თურქები არანაირ კავშირში არ არიან თურქულ ენოვან ხალხთან. ვინ არიან დღევანდელი თურქები? დღევანდელი თურქები, ანუ სელჩუკები და ეგრეთ წოდებული თათები, იგივე თათრები, არიან კიმერიელები წარმოშობით და შესაბამისად კიმერიელები არანაირ კავშირში არ არიან თურქულ ენოვან ხალხთან. ანუ თვითონ თურქეთის თურქები არ არიან თურქები და თურქი მესხები იქნებიან თურქები? ხო, უაზრობა. ასევე პონტოელი ბერძნები არანაირ კავშირში არ არიან ბერძნებთან. პონტოელ ბერძნებში პროცენტულად ყველაზე მეტი გენეტიკური ქართველია, მეორე ადგილზე არის სომხები და შემდეგ რაღაცა მცირე წილი არის ბერძნული. ეს ტერიტორია, ანუ პონტოელი ბერძნების ტერიტორია, ყოველთვის იყო ქართულ ენოვანი ხალხით დასახლებული. შესაბამისად, იქ მოდიან ბერძნები, რომლებიც საკუთარ ენას ახვევენ თავს ამ ხალხს, მათ შორის ლაზებს, მესხებს და სხვა ქართველურ ტომებს. R1 B კოდის მატარებელია სომხებიც, სელჩუკებიც, თათები, იგივე თათრებიც, ბაშკირებიც და კიდე რამდენიმე ტომი. იგივე გენეტიკურ კოდს ატარებს მთელი დასავლეთ ევროპა. მათ შორის, რა ვიცი, ესპანელები, პორტუგალიელები, იტალიელები, გერმანელები, ფრანგები, ინგლისელები, შოტლანდიელები, ირლანდიელები, უელსელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ერთ იგივე ხალხია. ეს ხალხი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით მე-9-მე-10 საუკუნეში დაიძრა აღმოსავლეთ ევროპიდან და გადმოინაცვლეს დასავლეთ ევროპაში. და იქ რასაკურველია ქართველური წარმონაქმნი ბევრი შეხვდათ გზად და ბევრს გენოციდი მოუწყვეს. ეს არის მოცემულობა. მათ შორის ცნობილი ფაქტია გენეტიკურად, როდესაც იკვლევენ ამა თუ იმ სამარხს, აი როგორი რაღაცა ხდება, იცით? აი G გენეტიკური კოდი თითქმის 80% დასავლეთ ევროპაში, ამა თუ იმ დასახლებაში, მათ შორის იტალიაში. და რამდენიმე საუკუნის შემდეგ ქრება G გენეტიკური კოდი და სხვა გენეტიკური კოდი შემოდის, რომელიც მანამდე არ იყო აი ამ ტერიტორიაზე, მათ შორის იტალიის ტერიტორიაზე, მათ შორის ესპანეთის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს გენოციდს. ვიღაცა ერთი გენის მატარებელი ხალხი ცხოვრობს დასავლეთ ევროპაში, R1 B კოდის მატარებელი ხალხი მოდის, ამათ სპობს, მათ ადგილას სახლდება, შესაბამისად ამ გენეტიკური კოდის მატარებელ ხალხს არ ყავს შთამომავალი, იმიტომ რომ R1 B კოდის მატარებელმა ხალხმა გაწყვიტა ეს და შთამომავალი აღარ დარჩა. ეს არის პირდაპირ დადასტურებული გენოციდი, ანუ ძველი წელთაღრიცხვით მე-9-მე-10 საუკუნიდან დაწყებული, მათ შორის მე-6, მე-7 საუკუნე, მე-5, მე-4 საუკუნე და მათ შორის ამას მოწმობს ეტიმოლოგიაც. იბერნია, ივერნია, ივერნები. ვინ არიან ეს ივერები, ივერნები, იბერები? ვინ არიან? დასაკურველია ქართველები არიან. ბევრმა არ იცის, რომ პორტუგალია ნიშნავს პორტოკალო, კალები, კოლები, ვინ არიან? ეტრუსკები, რომელსაც სინამდვილეში არა ეტრუსკები ქვიათ, არამედ ქვიათ ტიროლელები, თიროლელები. თირ ნიშნავს თოვლს მეგრულად, კოლხურად. და დღესაც გვაქვს დასახლება ტიროლი. აბა გამოიცანით ტიროლელების გენეტიკური კოდი. 99% ლამის ატარებს G გენეტიკურ კოდს. საიდან აღმოაჩნდა ტიროლელებს G გენეტიკური კოდი, რომლებიც თავს მიიჩნევენ ეტრუსკების პირდაპირ შემოვალებად? საიდან აღმოაჩნდათ? ძალიან მარტივია პასუხი. იქ ისინი ჩარჩნენ. ისევე როგორც კუნძულოვან დასახლებებში, მათ შორის კორსიკაზე, სიცილიაზე, სარდინიაზე და ასე შემდეგ, მთელს ხმელთაშუა ზღვაში არსებობს G გენეტიკური კოდი დიდი პროცენტით. ჩვენი გენის მატარებელი ხალხი გადაიხვეწა კუნძულებზე და ვინაიდან კიმერიელებს და კელტებს არ ყავთ გემი, ისინი ზღვაზე ვერ მოგზაურობენ, არ ყავთ გემები. ცხენები ყავთ, მაგრამ გემი არ ყავთ. გემი ვის ყავს? ჩვენ ყავს გემი. ჩვენ შევქმნით მათ შორის ფლოტი პირველებმა და შესაბამისად კუნძულებზე ვეღარ გადმოვიდნენ. ეს არის რეალური ისტორია, რომელსაც არავინ არ ყვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა მართალ გზაზე გატაროთ.